სკოლებში ჭადრაკის ელექტრონული პროგრამა დაინერგება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრებმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა მოაწერეს. ჭადრაკის სკოლებში არჩევითი საგანი იქნება და ის მეორე-მესამე კლასებში დაინერგება. ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა 300-ზე მეტი საპილოტე სკოლა და გეგმილია პედაგოგების გადამზადება სპეციალური პროგრამით. შექმნილი არის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი, ელექტრონული ფორმატი. ჩვენ ვიცით, რომ ყველა პირველ კლასელი და შესაბამისად უკვე მეორე კლასელიც და მესამე კლასელიც აღჭურვილი არის კომპიუტერული ტექნიკით, ამიტომ ყველანაირი საშუალება სკოლაში იარსებებს იმისათვის, რომ დავიწყოთ ამ პროგრამის დანერგვა. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი ჭადრაკის სკოლაში არის იქნება წარმატებული პროექტი. წერს თუ გვაქვს ჩვენ 300 სკოლა, მსურველი, გაიცათ მინიმუმ გაუმაგდება ეს რიცხვი, მაშინ დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, ის ბავშვები, რომლებიც შემდგომში მოიდომებენ, სურვილს გამოიჩენენ, რომ იარონ ჭადრაკის სექსებში, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევუწყოთ მათ ჩვენ ხელს. ეტაპზე ვაპირებთ 100 სკოლის დაუწყოს პროექტი, მაგრამ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივით არეალი გაიზარდა, 309 სკოლა ჩაერთო, ძალიან ბევრი რეგიონი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მასშტაბები გაიზრდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების სამინისტროსთან ერთად ვაპირებთ კიდევ ძალიან ბევრი პროექტის გახორციელებას.